მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩემთან კვირაა. ვფიქრობ, ეს მასალა თარგმანიდან რამდენიმე დღეში თქვენამდე მოვა. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ამას საქართველოში გაუშვებენ და თქვენ შეძლებთ გაიგოთ რა მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ დღეს. არც ისე ადვილია ჩემთვის სიტყვით გამოსვლა, ამიტომ თუ არ გაგიჭირდებათ, გთხოვთ მხარი დამიჭიროთ მოწონებით, კომენტარის გაკეთებით და რაც მთავარია გაზიარებით, რათა არა მარტო თქვენ, არამედ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმაც გაიგონ, რაზეც დღეს მინდა ვისაუბრო. და ზევით არის პატარა ზარი. თუ დააწყაპუნებთ მასზე, თქვენ ყოველთვის მოგივათ შეტყობინება, რომ მე ვარ YouTube-ზე. იმიტომ რომ YouTube ჩემს მუშაობას საქართველოში ცოტა ართულებს. დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, კვირა. ეს განსაკუთრებული დღეა მთელი მსოფლიოს ქრისტიანებისთვის და ვიმედოვნებ, რომ მადლობას ვუხდით ღმერთს თქვენ ცხოვრებაში ახალი დღისთვის. ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელსაც ეს ცხოვრება გაძლევთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, თუ მოგეწონათ, გააზიარეთ და გამოიწერეთ. ყოველ დღე უფრო და უფრო მიჭირს გამოსვლა, იღილაკზე დაჭერით კი წინასწარ გეცოდინებათ და ერთმანეთს არ გავეყრებით. ჩვენი შეხვედრა აუცილებლად შედგება. დღეს მინდა ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, რომლებსაც ხშირად აყენებენ საიტის აბონენტები და მათ გვერდს ვერ ავუვლი, იმიტომ რომ ეს არის კითხვები იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებ მე. კითხვები, რომლებსაც თავად უზენაესი ანგელოზები სვამენ ჩვენს წინაშე. ისე როგორც ადამიანი, რომელიც 74 წელია ცხოვრობს და ბევრს ლოცულობს და ღმერთზე ფიქრობს, მზად ვარ აღხსნა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ, ვინც დღეს ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც ჩემს სულში ტკივილად რჩება, გამიგებენ. მაგრამ ნამდვილი გამომწერები და მორწმუნეები გაიგებენ. და მაშინ ეს მათთვისაა. აი ეს ის კითხვებია, რომლებიც მე მესმის, როდესაც ვაჩვენებთ უბედურ ოჯახებს და ატირებულ ბავშვებს, მოხუცებს და ავადმყოფებს. თუ ფული არ გაქვთ და ბევრ გაჭირვებულ ოჯახს ყავს ბევრი შვილი, თუ არ გინდა მუშაობა, რატომ მშობიარობ? და აი პასუხი კაცისგან, რომელსაც ყავს 9 შვილიშვილი და 3 შვილი. 30 წლამდე, თუნდაც 33 წლამდე. ხშირად არ მქონია საშუალება შვილებისთვის რძე მეყიდა. მეზობელთან ის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა, მივდიოდი და 20 კაპიკს ვსესხულობდი. ეს სინამდვილეა. და ასე წერია ვიკიპედიაში. მაშინ ჩემი ხელფასი ძალიან მცირე იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გამომძიებელი ვიყავი. სადღაც 170 მანეთი და რა თქმა უნდა, მომენატრა ისინი. და მერე ჩემმა სიმამრმა საქართველოდან მანქანა მომცა და მან ბოლო ფული გამომწოვა, იმიტომ რომ ბენზინი ფული ღირდა. მერე კი გაძვირდა. ზოგადად ხანდახან ღამიდაც კი მიწევდა. ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, ზოგჯერ არა, ხშირად. და ამისათვის დანაშაულად ითვლებოდა, პროკურატურიდან გამომაგდებდნენ, რომ სწოდნოდათ. სხვათაშორის ერთხელ სახიფათო დამნაშავეს ვატარებდი, რომელიც გამოუშვეს და ისევ ციხეში უნდა ჩამესვა. მან მომცა 4 მანეთი. წავიყვანე ქალაქის განაპირას. ასეთი უმანი არის კიევში, ბორგაშოვკა. მან დამიწყო ყურება, სადღაც მინახი ხარო. მე ვეუბნები, მისმინე, მე მოგეცით უფასო მგზავრობა და თანხას არ გადამიხდით. წავიდა, იფიქრა, სად მნახა. ნამდვილი საშინელებაა. მნახა ციხეში, რადგან წინასწარ დაკავების იზოლატორში არაერთხელ დავკითხე. ასე იყო. ოღონდ ქთამი არ ამიღია. და მოგვიანებით მეგონა, რომ ეს ნორმალური იყო. თქვენ უნდა მიიყვანოთ, ბავშვებმა უნდა ჭამონ, უნდა ჩააცვა და ასე შემდეგ. ჩემს გვერდით კი გამომძიებელი ოლეგ კოსენკო იჯდა. ჩემზე გამოცდილი იყო და კათედრის უფროსის კანდიდატი იყო. ღამით კი მას
5 შვილი ყავდა. მან ჩემზე 10 მანეთით მეტი გამოიმუშავა, მაგრამ სხვისი დისერტაციები გამოაქვეყნა. სხვათა შორის მე არასოდეს მინახავს მას ეს სწრაფად აკრეფილი ტიპისტი. ეს არის ის, რაც მას ცხოვრება მასწავლა. მაგრამ მან შვილები გაზარდა. 5-ვე გოგო იყო. ერთ-ერთი სამშობიაროდან გამოვიყვანე მთხოვა. მანქანა მყავდა და ასე იყო ჩემს ცხოვრებაში. ასე რომ, რასაც ამბობენ, სწორია. და მე ვადასტურებ. სიღარიბე არ არის მანკიერება. დამიჯერეთ. და რატომ ვლაპარაკობ ამაზე? ამას ახლა დავუბრუნდები. მალე გაიგებთ. დღეს პოსტკომუნისტური ქვეყნები გამონაკლისის გარეშე ხასიათდება სასტიკი კორუფციით. რუსეთი არ ვიცი, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ერთხელაც არ ყოფილვარ. მაგრამ მაგალითად უკრაინაში, საიდანაც მოვდივარ, ყველა საგზაო პოლიციელი და ყველა რეესტრი ფულს იღებს. ყველა იღებს ამას, აბსოლუტურად ყველა. და ბევრი ახლა გამოვიდა პუბლიკაცია, რომ პირველი ყველაზე ძვირადღირებული როლს-როისის ელექტროენერგიით, მადლობა ღმერთს, ქართველ პარლამენტარებს არ სურთ მათი ყიდვა. უკრაინის პარლამენტის წევრებმა და სხვადასხვა ადმინისტრაციამ იყიდეს. არ მინდა. მეტი თქმა არ მინდა, თორემ სხვადასხვა ადამიანს პრობლემები შეექმნება. არ მესმის როგორ ხდება ეს ყველაფერი. არც კი ვიცნობ ამ ხალხს, თუმცა უკრაინის ყველა მდიდარს ვიცნობდი და დღემდე მივყვები. მაგრამ ისინი გუშინ გამდიდრდნენ, გუშინ ფული არ იყო, დღეს არის მილიარდი. იმიტომ რომ ის დგას საზღვარზე და უშვებს ადამიანებს, რომლებიც ომს გაურბიან. და ყველა იხდის $30,000. დღეს უკრაინაში მილიარდერების ცვლა ხდება. ეს არის ყველაზე საშინელი ხალხი. ჩემი აზრით, რაც არსებობენ. ხო, ასეა. ან ჩვენი თავდაცვის მინისტრის მაგალითის, სხვათა შორის, ის ახლა აქ არ არის, პრეზიდენტმა ის გააძევა. არ ვიცი რომელი, ახალი? ძველი კი კიევის საკრებულოს დეპუტატი იყო და თითო კვერცხი $4 იყიდა. მთელი არმია ამ კვერცხებით გამოკვება. წარმოიდგინეთ, რამდენი ფული გამოიმუშავა ამ კაცმა. ის არ დააპატიმრეს, გაგზავნეს ელჩად ინგლისში, შემდეგ კი შეცვალეს. არ ვიცი, სად არის ახლა. თაღლითი იყო. შუბლზე დიდი ასოებით ეწერა. თაღლითი. როგორ გახდა მინისტრი? როგორც ჩანს, ომის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ადამიანთა უმეტესობას არ აქვს ისეთი სამუშაო, რომელიც მის ღირსებას არ ამცირებს და თავისუფალი ადამიანის, განსაკუთრებით კი სიამაყით გამორჩეული ქართველის ღირსებაა ეს ასე მნიშვნელოვანი. ასე რომ არ თქვა, წადი სამსახურში, სად წავიდეს? უთხარი. აბა სად? სად? არ ვიცი. თუ თქვენ მეგობრებო გაქვთ კომპანიები და გსურთ მათი თანამშრომლებით გაძლიერება, ამის შესახებ უთხარით ფონდს. იქნებ ვიპოვოთ ვინმე, რომელიც ჯერ არ დაცემულა, იმიტომ რომ როცა ადამიანი მთლიანად დაეცემა და ამას ახლავე გეტყვით, იქიდან მისი წამოყენება არ არსებობს. და მისი ბრალი არ არის, რომ ფსკერზე აღმოჩნდა. ამიტომ ინგლისის დედოფალი და მეფე სახალხო ღამეებს უსახლკაროებთან ერთად ატარებენ. რადგან უფლის გზები იდუმალია. ყველაფერი ასე მარტივი არ არის მსოფლიოში. ახლა კი მინდა გითხრათ, რომ კიევში მქონდა უზარმაზარი ცენტრი, რომელიც უსახლკაროებს ეხებოდა. იქ დაახლოებით $40 მილიონი დავხარჯე. რა თქმა უნდა, მადლობა არავის გადაუხდია. მომიწია დახურვა, რადგან ყველანაირი შემოწმება მომივიდა, მეხანძრეები, ელექტრიკოსები. ახლა უკვე საქართველოში მიტევენ. მეხანძრეები არა, მადლობა ღმერთს.
თუმცა არ ვიცი, მაგრამ მეხანძრეებს ალბათ უფრო მეტი სინდისი აქვთ ვიდრე ინსპექტორატს. პერსონალური მონაცემების ერთგვარი ინსპექციაა. ის მოითხოვს, რომ ჩვენ, როგორც ფონდმა, განვახორციელოთ 5 კონვენცია, რომელსაც საქართველოს შეუერთდა. გაეროს მიერ შემუშავებული. ძირითადად მონობაზეა საუბარი და ასე შემდეგ. მე ვუხსნი მათ, რომ სოფლიოში არ არსებობს ფონდი, რომელსაც შეეძლო რომელიმე რესპუბლიკის აღება და მისი სრული მხარდაჭერა. რომ ხელისუფლებამ მშვიდად იპაროს და ხალხი რაღაც ფონდის ხარჯზე ცხოვრობდნენ. მაგალითად არის სუპერმილიარდერი მასკი ან ბეზოსი ტრილიონი ქონება აქვთ. განმარტავ, რომ თითოეული ფონდი იქმნება თავისი მიზნებისთვის. მაგალითად, მელინდასა და ბილ გეიტსების ფონდი შეიქმნა აფრიკის ბევრ ქვეყანაში სუფთა წყლით უზრუნველსაყოფად. რადგან ის დაბინძურებულია, იქ შეგიძლიათ იპოვოთ ის, რაც გსურთ. კეთრი ცხელება, ტიფი, რაც გენებოთ. ჭებს თხრიან, ეს ყველაფერი ძვირია და დამატებით რამდენიმე საგანმანათლებლო პრობლემა. სხვა ფონდები სხვა საქმეებს აკეთებენ, მაგრამ არ არსებობს ფონდები, რომლებიც ასრულებენ მთავრობის ამოცანებს. ისინი არ თანამშრომლობენ არც გაეროსთან და არც მთავრობასთან. ფული არის, სხვათა შორის, ბილ გეიტსმა მოაწყო მილიარდერები, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, სადაც ცხოვრება ძალიან მძიმეა, მაგრამ არა უფრო რთული ვიდრე საქართველოში. გაითვალისწინეთ. ჩემს ფონდს ერთი მიზანი აქვს, რისთვისაც ვცხოვრობ, მეგობრებო. მე ვემსახურები ღმერთს, ვარ 74 წლის. ხვალ რა დამემართება არ ვიცი. მილიონი დაავადება მაქვს. თუმცა სპორტსმენი ვარ და ძალიან ჯანსაღი ცხოვრების წესს ვეწევი. თუმცა ხვალ შეიძლება აქ არ ვიყო. რა არის იქ? არავინ იცის. მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩემს წლებში, მომისმინეთ მეგობრებო. და მოგიყვანთ მაგალითს ბიბლიიდან. თქვენ იპოვით. ეს არის რამდენიმე ადგილას. არის სოლომონის სიბრძნე ბიბლიაში და არის ქრისტეს სიბრძნე. თუ ხელი გაუწოდე უცნობს, არა დედას, არა მამას, არც შვილებს, არც ბებიას, არც ბაბუას, შენ მათ ვალში ხარ და შენს მეგობრებს უნდა დაეხმარო მათ. და მე ვეხმარები. ყველა ჩემი სკოლის მეგობარი, ბევრი სამწუხაროდ 80% აღარ არის ამ ქვეყნად. ვეხმარები. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი გარდაიცვალა გერმანიის მოხუცთა თავშესაფარში. ნათელი იყოს. ასე რომ ამას ვუგზავნი ჩემს მასწავლებლებს და ყველა ბიჭს, რომლებთანაც ჩვენ ვიბრძოდით, ვსვამდით არახს, სიაფასიან ღვინოს, ვღეროდით. ყვიროდით და მუდმივად ვჩხუბობდით, ასე იყო კომუნიზმის დროს. ბევრმა არ იცის ეს. ისე თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ. უბრალოდ ჩემი ფონდი შეიქმნა სპეციალურად თქვენი სიმპათიის გამოწვევის მიზნით და ეს სულაც არ ნიშნავს ფულს. ფულიც მაქვს, მაგრამ ჩვენ გვყავს 200,000 ადამიანი, რომლებიც მუდმივად აგზავნიან თეთრს, 2-ს, 3-ს, 4-ს. რაღაცას აგზავნიან. და ბევრი უბრალოდ ლოცულობს. და ეს არ არის იმაზე ნაკლები, რაც თქვენ გამოგზავნეთ. და ბევრი აქვეყნებს თუ ფული არ აქვს, მაგრამ თუ სხვისი ტკივილი იგრძნო, თუ დაინახე წრემლები ბავშვის თვალებში, რომელიც ნაგვის ურნაში ძრება და ძმებისთვის ტანსაცმელს აგროვებს და მიხვდი მის ტკივილს. უკვე ახლოს ხარ ღმერთთან. ის უკვე შენგენ იწევს ხელს და ხვალ შენი ცხოვრება შეიცვლება. ისევე როგორც ჩემი შეიცვალა. ჩემთან ძალიან ახლობელი ადამიანი, დამიჯერეთ. უფრო ახლოს ამობენ, ვერ იქნებოდა.
უცებ გახდა ნარკომანი. მე ვიმოგზაურე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ნამყოფი ვარ ამერიკაშიც და ისრაელშიც. სისხლის შეუცვალე ჟენევაში. შვეიცარიაში არის პროცედურა, სადაც ნარკომანს სისხლს უცვლიან. ნუენდობით შეუძლებელია ნარკომანის განკურნება. თუ ადამიანს ეს თავად არ მოუნდება, რადგან ისინი აქ არიან და შეუძლებელია მათი აქედან გაძევება რაიმე რაოდენობის სისხლით. 10 წელი ვიტანჯე. სახლში მიდიოდა და ყვიროდა. აბაზანაში ჯდებოდა, რომ ცოლმა არ დამინახოსო. ასე, დიროდა, არ ვიცი. და მწუხარებით ყვიროდა, რომ ვერაფრი დავეხმარე. და ეს დაწყევლილი ნემსი საშინელებაა. ღმერთმა უქნას. მაგრამ მე ვნახე მისი მეგობრები. ეცით იქ ბევრი კარგი ბიჭი იყო და ბევრი მაინც გამოდის ამ მდგომარეობიდან. ეს შესაძლებელია. თუ ღმერთის გწამს იწამებ და საკუთარ თავზე ზრუნვას იწყებ. ჯგუფებში წახვალ, ამას თავს დაანებებ, მაგრამ ის ყოველთვის შენთან დარჩება. სად ეშმაკებთან მოვედი. მინდა ვთქვა, რომ უკრაინაში ძირითადად უსახლკაროებთან მქონდა საქმე. ბანკირი ვიყავი და ერთხელ თითქმის ქალაქის ცენტრში, დარნიცაზე გაკოტრებულ ქარხანას წავაწყდი. მაშინ უსახლკარო ბავშვების ცენტრი გავაკეთე. 2000 ადამიანი ჩავაცვით, გამოვკვებეთ და ვუმკურნალეთ. ისინი არც ერთ საავადმყოფოში არ გადაიყვანეს, სანამ მე დეპუტატი არ დავიძახებ და არ ვიტყვი, ხვალ გამოგაგდებ, ხედავ, რადგან ის ადამიანია, მაგრამ კურნალობდნენ. დიახ, შემდეგ დავიქირავე 20 ადვოკატი, რომლებიც სასამართლოში მივიდნენ და ბინების გამო, რომლებიც მათ წაართვეს ჩინოვნიკებმა, ბანდიტებმა, ბევრი კარგი რამ იყო და ყოველ შაბათ-კვირას ცალ-ცალკე ვხვდებოდი მათ. და იცით, ეს ჩემთან ახლოს მყოფი ადამიანი ფაქტიურად მეორე დღეს, როგორც კი სხვისი ტკივილი ვიგრძენი, განიკურნა. სულ დაავიწყდა. რა არის ნემსი? რა არის ჰეროინი? და არ ვიცი ახლა იქ რას იკეთებენ. სხვათაშორის საქართველოს ნარკომანთა რაოდენობით პირველ ადგილზეა 300,000 ახალგაზრდა. ეს არის თითქმის მთელი ახალგაზრდობა. დღეს კი სხვათაშორის სახლში მინდა გადმოსვლა, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრი არ მიშვებს საქართველოში, რადგან მეუბნება ფსიქოტროპული პრეპარატები ხომ არ გაქვთ. დიახ, მაქვს. ბევრი სხვადასხვა წამალი მაქვს, ვეკითხები, როგორ გავაკეთო ეს? ის ან არ პასუხობს, ან გაბნევს. უკვე 6 თვეა სახლში არ ვცხოვრობ. საქართველოში მაინც დავბრუნდები. აღარავის მოვისყიდი, გადავალ და შევხვდებით. მაგრამ ეს არ არის თავარი. უსახლკარო ბავშვებთან მუშაობდი. ევრონიუსმა ჩემი ფონდის საფუძველზე გადაცემა გააკეთა. მაგრამ საქართველოსგან მადლიერება არ მიმიღია. საქართველოში მადლიერება მივიღე იმის გამო, რომ საელჩოს გამო ვუყავი მიწა დაახლოებით $1,000,000 დავხარჯა და სხვადასხვა ნივთებზე ავაშენე შოთა რუსთაველის ძეგლი $300,000 გადავიხადე. მერე სააკაშვილმა რაღაც ბრძანება მომცა. ზოგადად ქართული ორდენი მაქვს. ასე რომ უსახლკარო ხალხი. ბევრი ადამიანი ამბობს, როდესაც ხედავს ჩემს მოხსენებებს, მათ არ სურთ მუშაობა, ჯანდაბა მათ. და იმუშაონ. უსახლკაროები არასოდეს იმუშავებენ. საბჭოთა პერიოდში ისინი ციხეში ჩასვეს. მაგრამ ერთ დღეს მე ჩემს ცენტრში ვნახე საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსი. ცოტა ხნის წინ მასთან არახს ვსვამდით. მე ვიყავი უფროსი, მნიშვნელოვანი გამომძიებელი. ის იყო განყოფილების უფროსი. მერე რესტორანში წავედი და საშილად დავთვერით. მერე კი უცებ ერთ წელიწადში გავხდი
ბოლოს 40 წლის ასაკში ჯერ კიდევ უნივერსიტეტის პრორექტორი ვიყავი და მერე დავიწყე ფულის შოვნა და გავხსენი ფონდი. დავინახე პოლკოვნიკი იყო. ჩამოქვეითებული სისტემიდან გაძევებული, არ ვიცი ციხეში იჯდა თუ არა. მე დავიწყე საუბარი მასთან, მაგრამ მას არ უნდოდა. ის არ მელაპარაკებოდა. შებრუნდა, სასადილოში შევიდა, შეჭამა და დაიბანა, ჩავაცვით, გავგრიჭეთ, ტილები მოვაშორეთ და სამუდამოდ წავიდა. და ბევრი ასეთი ამბავი ვიცი. მაგრამ ბოლოს უკრაინიდან გამომაგდეს. ფაქტიურად არა როგორც სააკაშვილი, მაგრამ მუშაობა უკვე შეუძლებელი იყო. მინდოდა ქველმოქმედება მეკეთებინა, მაგრამ უფლება არ მომწეს. და მის კეთება დავიწყე საქართველოში. თავიდან 5,000 ადამიანი გამოვკვებეთ. მერე ქობულეთში გავიცანი ქალი, რომელიც 8 შვილის დედა იყო. ცოტან ერთად მის სახლში წავედი, ვნახე ძალიან ლამაზი ბავშვები, მოგრძალებული ქალი, ქმარი იყო, ინვალიდი. როგორც ჩანს, ის ძალიან ავადმყოფი კაცი იყო, რადგან არასოდეს გამოჩენილა, მაგრამ ბოლოს თავის მოკვეთით დამთავრდა. ბავშვთა მინისტრმა კი მაშინ ივანიშვილის წრიდან იყო, რომელიღაც საავადმყოფოს უფროსი იყო. დაარიგა ეს ბავშვები სხვადასხვა ოჯახებში. თითოეულში $10 აძლევდნენ. აიყვანეს. ვინც აიყვანა? რატომ არ მომეცით მე? მათი შვილად აყვანა მინდოდა. სიტყვას გაძლევთ. ისინი იქნებოდნენ ჩემი მემკვიდრეები. სად არიან ჩემი შვილები? უკვე 10-12 წელი გავიდა. ასე მეგობრებო. დღეს ჩვენ გარშემო არაფერი გვაქვს გარდა ინსპექტირებისა და გამოცდებისა. ეს არის ქალი. აქ ის ერთადერთია ყველა იმ ინსპექციაში, რაც არსებობს. უფრო მეტიც ეს შემოწმება პერსონალურ მონაცემებს ეხება, რატომ ერეოდა იგი ბავშვების აღზრდაში. მისი საქმეა ის მაიძულებს დავიცვა გაეროს 5 საერთაშორისო კონვენცია, რომელსაც საქართველოს შეუერთდა და შექმნა ბავშვთა აღზრდის კოდექსი. თანხებთან დაკავშირებით არაფერია. ფონდს არანაირი ურთიერთობა არ აქვს არც გაეროსთან, არც მთავრობასთან. ყველას თავისი მიზნები აქვს. და მიზნების მიხედვით მუშაობს. ზოგს ეს უნდა, ზოგს ის. ამისთვის გამოიყოფა ფული. და ჩასვით ჩარჩოებში. სანამ ისინი კანონს ემორჩილებიან და ფულს არ ითვისებენ. სამწუხაროდ საქველმოქმედო ფონდების 90% თაღლითურია. ეს არ არის ჩემი მონაცემები, ეს არის რუსეთის მონაცემები. გადადით Google-ში და შეხედეთ. ამ მონაცემებს ვაძლევ ყველას, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინ. არავინ რეაგირებს, არავის ჭირდება. მაგრამ ეს არის საქართველოს იმიჯი. არავინ დაგვეხმარება, ადამიანებად არ ჩაგთვლიან. ისინი არ შემოწმდება. ისინი არ არიან რეგისტრირებული როგორც საქველმოქმედო ფონდები. მაგრამ მე ვარ აქ. ჩვენი ფონდი რჩება ერთადერთ ფონდად, რომელიც ყველა კანონს ემორჩილება. თორემ დიდი ხნის წინ ჩაგვსვავდნენ ციხეში. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, ერთი თეთრიც რომ მიგვეთვისებინა, დიდი ხნის წინ მოხვდებოდით ციხეში და დარწმუნებული ვარ, ბევრი მოგვიტანს ამანათებს. იმიტომ რომ 200,000 გამომწერი ვყავს და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი კარგად უკვე ქცევა, რადგან დარეგისტრირდნენ. ისრაელიდან ციხეში ჩემი გადაყვანა, რა თქმა უნდა, რთულია. მაგრამ მე თვითონ მოვალ, რომ სასამართლო შედგეს და ყველამ დაინახოს ეს საშინელებები. კარგი, დავივიწყოთ. სულ დამოვიწყდა, უკვე შეგაყოვნეთ. მაგრამ ეს მინდოდა მეთქვა. ნუ განსჭი და არ განგსჭიან. თუ შეიძლება, დაეხმარე. და არ არის საჭირო რამის გარკვევა. ჩვენი კომისია 10 კაცისგან შედგება. სხვათა შორის, ვიწევ ყველა ინსპექციას, რომ შეუერთდეს ამ კომისიას. როცა ფულს ვაგროვებთ, მე არ წყვეტ, ვიყიდო თუ არა ბავშვებისთვის საწოლი
რომ ვირთხებმა არ დაკვინონ. ვირთხამ ერთ-ერთ ჩვენს მაწანწალას დიდი ფეხის თითი მოაჭამა. ბავშვებს ჭუჭყიანი ეტაგზეს ძინავთ. ბაღლინჯოები. 20 წელია ბაღლინჯო არ მინახავს და ქალი სახელად ლეილა მას სწავლის როგორ უნდა გავზარდო ბავშვები. უბრალოდ მიეცით მათ ფული. სხვადასხვაშორის გადავწყვიტეთ $100 მივცეთ ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახების წარჩინებულ მოსწავლეებს. და მას გავაკეთებ. იმიტომ რომ ეს არის საქართველოს მომავალი. სხვადასხვაშორის ისინი ვინც ამბობენ რომ სიღარიბე მანკიერებაა და მათ არ უნდა დაეხმარონ და ემშობლებმა იმუშაონ, მსოფლიოს ყველა უმდიდრესი ადამიანი ღარიბი ოჯახიდან იყო. დიდია უფალი. დიდია ჩემი ღმერთი. ჩემი ღმერთი დიდია. აი როგორ წყვეტს ის ამ პრობლემებს. $1 ტრილიონი. მას კი ღარიბი ოჯახიდანაა. $1 ტრილიონი თითქმის. ბეზოსი, რომლის ფილმებსაც უყურებთ, საჭმელი მიჰქონდა. ეს იდეა მას გაუჩნდა და დღეს საკვები ვერტფრენებითაც კი მიეწოდება. დღეს მან იყიდა ჰოლივუდის ყველაზე მაგარი კინოსტუდიები. შემდეგ ცუკერბერგიც და გეიტსიც განათლების გარეშე ღარიბი ოჯახებიდან არიან. ყველა. ღმერთმა კი ასე გაანაწილა. ღარიბ ადამიანებს მეტი შანსი აქვთ შეცვალონ საქართველო. გამდიდრდნენ. და ნამდვილ პატრიოტ დეპუტატებად ჩამოყალიბდნენ. ღარიბი ხალხის შვილები. ჩინოვნიკები ვერაფერს აკეთებენ. ჩემი შვილები შვეიცარიულ სკოლაში სწავლობდნენ. მოგვიანებით გამოვიყვანე იქიდან. ძალიან ძვირი სკოლაა. იქ სწავლობდნენ ბანდიტების, მინისტრების და სხვათა შვილები. ალბათ საკმარისია. დიახ, და მდიდარი ბიზნესმენები. უმეტესობა ნარკოტიკებში მოხვდა, ამიტომ ბავშვები წამოვიყვანე იქიდან. ეს საშინელი ამბავია, რადგან მოგვიანებით ბევრის ბედი ვიცოდი, ისინი არავინ არიან. არავინ. მდიდარი ადამიანის შვილი არავინ ხდება. ის შეიძლება გახდეს ზომიერად მდიდარი, ჰქონდეს ზომიერად მაღალი რანგი, ჰქონდეს სამთავრობო წოდება, მაგრამ დიდებული ვერ გახდება. და დიდი ის გახდება, ვისგანაც დღეს თქვენ ამას არ გეუბნებით, მეგობრებო, იმიტომ რომ დღეს საქართველოს უმრავლესობა გვეხმარება. ლოცვებით, ფულით, ყველაფრით. დიდი ადამიანების უმეტესობა ღარიბი ოჯახებიდან მოდის, გაითვალისწინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ისინი გახდებიან ქვეყნის ლიდერები, მე მათ ვეტყვი, რომ თქვენ დაივიწყეთ ისინი, მაგრამ ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ვისაც ჩემი სიტყვები არ ესმის, ვერ დავარწმუნებ და არც მინდა მართალი გითხრათ. ახალხან დამიწყეს უფრო მეტი წერა სოციალურ ქსელებში, მაგრამ მესმის ეს ძირითადად ხელისუფლების მიერ ნაყიდი ხალხია. ისინი გადავიდნენ სოცქსელებში ეგრეთ წოდებულ ფეიქებზე და წერენ ბინძურ კომენტარებს. თქვენ ნუ რეაგირებთ მათზე. უბრალოდ წაშალეთ ისინი. თუ როგორმე გაარკვიეთ რამე ხელისუფლებასთან და ისინი შენზე წერენ, რომ ცუდი ადამიანი ხარ, მაშინ ვეუყურებ, არის თუ არა ეს ნამდვილი. Facebook თუ ყალბი. არის ერთი გამომწერი და ერთი მეგობარი. Не переписывайтесь, в этом нет смысла, потому что ნუ გადაიწერთ. так жизнь сложилась. У ასე არის. президента Украины უკრაინის ერთ-ერთ პრეზიდენტს მგონი პოროშენკოს არ მახსოვს ამერიკაში 3 მილიონი ფეიკი აღმოაჩნდა. ასე იგებენ დღეს არჩევნებს 20 საბჭოთა ქვეყნებში. დემოკრატიულ ქვეყნებში ეს არ ხდება. სხვადასხვა მე მაქვს საჯარო მოხელის წოდება პრემიერის დონეზე, მაგრამ ამას ვეუბნები მათ, ვინც და ყველა შემოწმებისთვის, რომ ვარ დამსახურებული იურისტი, საქართველოს ორდენის მფლობელი და ეს ყველაფერი ვის სჭირდება? ვის ვჭირდები, მეგობრებო?
თქვენთვის მე ვარ ადამიანი, который любит, რომელსაც უყვარს ღმერთი. читает каждый день ყოველდღე კითხულობს ბიბლიას და ლოცულობს. и спрашивает, და იკითხება ღმერთს, კიდევ რა შემიძლია გავაკეთო? я много об ამაზე ბევრს ვფიქრობ. А вам თქვენ კი желаю გისურვებთ დღეს наилучшего. საუკეთესო დღეს დაურეკეთ მშობლებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დანარჩენს ღმერთი გადაწყვეტს. Вас решит. Удачи. წარმატებები ყოველივე საუკეთესო უკაცრავად. ამდენი დრო წაგართვით.